ფოთში სილამაზის კონკურსი Miss Poti 2014 ჩატარდა. მაშინ მონაწილეობა 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონებმა მიიღეს. რამდენიმე კონკურსანტი მაყურებლის წინაშე სასიმღერო და საცეკვაო ნომრითაც წარსდგა. 12 წლამდე გოგონათა შორის Miss Poti 2014-ის ტიტული მარიამ იოსავამ მოიპოვა. უფროს გოგონებს შორის კი ნინო სულაკაძემ. ნამდვილად არ ველოდ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები ვყავდა და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ემოცია, რასაც კიდე სიტყვებითაც ვერ გამოვხატავ ისევ რა. ახაც კიდე შოქში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი სიხარული და ჩემს სიხარულს სიტყვებით ვეღარ გამოვხატა. ხარული ვარ რომ გავედი მე ვიცე-პირველ ადგილზე, ანუ მეორე ადგილზე და ნამდვილად არ ვავროვდი ამ ჩემ წარმატებას. ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოავლინა. ძალიან მომეწონა ჟიურის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ვეთანხმებოდი ყველანაირ სტანდარტებს, რა თქმა უნდა პირველი ადგილი ვინც აიღო, ძალიან გაგვიჭირდა ესეთი ლამაზი გოგოები, მაგრამ საკმაოდ სტანდარტული გახლავთ დღევანდელი Miss Poti და ანუ ეს გაემგზავრება ბულგარეთში, სხვადასხვა მოდის კვირაულებზე და რა თქმა უნდა მას დაენიშნება ყველანაირ სტუდიოებში გადაღება. მაყოფილი ვარ დღევანდელ დღეს როგორ ჩაიარა, ლამაზი გოგოები ყავს ფოთს, არც ერთი ჟიურიმ არც ერთი მონაწილე არ დატოვა უკმაყოფილო ყველას გადაცა სიგელები. ჩვენდანაც გადავეცით Fashion TV ჯორჯიადან სიმპათიის დიპლომი და ასევე სხვადასხვა საჩუქრები. კონკურსი სამოდელო სააგენტო გიოს ორგანიზებით მოაწყო. ყველა კონკურსანტს საჩუქრად ბულგარეთის აგზური გადაეცა, რომელსაც 50%-ით თავად სააგენტო დააფინანსებს.